წელს ლავანდები ძალიან ჩააწვინა წვიმა. აი როგორაა ჩათხლეშილი სულ. და ძალიან დაკარგა ფორმა, მაგრამ მაინც უნდა მოვჭრათ სხვა რა გზაა. აი რა კარგია ნახე. ეხლა კარგი, არც ძალიან გადაყვავილებული რომ არაა და არც ძალიან აყვავებული. ამ წვიმება წელს სულ აურია თავგზა ყველაფერს, მათ შორის ლავანდებს. და ჩაგრიხა, ჩააწვინა. უნდა მოვჭრათ კარგად. ახლა დრო. ვერ მოვასწარი გაზაფხულზე გასვლა და ნახე როგორაა ჩაწოლილი. ძალიან შემეშალა ხელი და არ იქნა გამოდარება და ლოცვილმა წელს რა ქნა ეს. აი როგორ დაიშალა ბუჩქები გაფუჭდა. რამდენიმე ჯიშის გვაქვს ჩვენ ლავანდა, უფრო ღია ყვავილით, უფრო მუქი ყვავილით, სხვათა შორის სურნელოვანი ამ ჩვენი საშეებისთვის უფრო ღია ყვავილიანია. აი ეს ქართულ ლავანდა, ჟუჟუს ლავანდას ვეძახით. უფრო მუქი ყვავილიანი ყველას მოსწონს, მაგრამ ის ნაკლებად სურნელოვანია. მოსავალი კი ამ შვენიერი მაგრამ. ის მამალი დილას მოდის ჩემს აივანთან, ვითომ აივანი არაა მეზოში. რამდენი აივანია? მოდის და ჩემს აივანთან იფხრიწება ყინით თუ რა ქვია მაგას, ყივილით. მაინდა-მაინც ჩემს აივანზე ყივის. დღეს გამაგიჟა. გამოუვარდები, გავაგდებ, ისევ მოდის. ყველგან გვაქვს სადედეებად დატოვებული, რომ კალამი ავჭრათ გაზაფხულზე და გავაფესვიანოთ. გინახავთ თქვენ რამდენი გვიწყვია ჩვენ გაზაფხულზე ვაფესვიანებთ და ბევრს მოსწონს ლავანდა, უნდა ყველას. წავიდეთ ახლა და დავჭრათ. მას შემდეგ რაც ლავანდას მოვკრებთ, თავებს დავაცლით რა თქმა უნდა. სუფთა ადგილას აღებული ჯობია ხა, საიდანღაც მოტანილი, რა ვიცი. გზის პირზე თუა და პარკში თუა, არ მანქანები სადაც ხვდებიან, იქიდან აღებული არ ვარგა და ძალიან სურნელოვანია ასე ბაღში აღებული სუფთად კარგად, სადაც მანქანა არ ხვდება, ცხოველი არ ხვდება, ბეწვი არ არის. უკეთესი საშუალება რა ვიცი, არც არსებობს კოღოების წინააღმდეგ. მე კოღო რა არის არ ვიცი, ღია ფანჯარაში მძინავს კონდიციონერს ვერ უძლებ, არ მიყვარს, მაცივებს, ყურებს, მიბრუებს და ასეთი ტომსიკებში ჩაყრილი, ტილოს ტომსიკებში ჩაყრილი მიდევს ბალიშის ქვეშ, თავთან, იქით, აქეთ, ოთახში რამდენიმე მიდევს. კარადაში ჩრჩილის წინააღმდეგ უკეთესი საშუალება არ არსებობს. შარშანდელი გამხმარი უკვე ამაში გამშრალი, ამაში გვიყრია რა თქმა უნდა, აი ასე. ასე ფხვნილის ფაქტურა აქვს ახლა ამას და რომ გაუვა ცოტა სურნელი, გამსუბუქდება, რამდენიმე წელი ინახება სხვათა შორის კარგად. 2-3 წლის წინანდელებიც კარგია. გამოვაწყობ მზის გულზე, გავამზეურებ და ისე ვიბრუნებს თავის სურნელს. მერე ტანსაცმელსაც, რომელშიც თეთრეულს, რომელშიც ლავანდა დევს, ყველაფერს აქვს კარგი სურნელი. ჩვენი ბაღის სურნელით საპონი, ასევე რა თქმა უნდა ლავანდის სურნელითაც გვაქვს და კი იცით თქვენ როგორ მოსწონთ ეს ჩვენი საპონი. რა ვიცი, მეტი ჩვენ რა შეგვიძლია, ჩვენი ხელინა რაც გამოდის, ეგ არის. აი ესე დაკუწულ ლავანდას 3 დღე ყოფნის ჩრდილში გავაშრობთ. 3-4 მეტი არ ჭირდება და ცოტა სინესტეც რომ შეყვეს იმ ტომსიკაში, მაინც ადვილად შრება. ასე დავკეპავ ამას. ზოგჯერ მაკლატლით, ზოგჯერ სეკატორით. აი ნახე რა კარგია. და ასე დაკუწულ ყვავილებს, ცოტა ღერიც თუ შეყვება და ფოთოლიც არაუშავს, ისიც სურნელოვანია. ეთერზეთები აქვს ახლა ამას და ეგ არის მაგისი მთელი ამბავი. მეტი რა უნდა იყოს ახლა. ჩრჩილის, კოღოს და მავნე მწერების საწინააღმდეგოდ. აი ესეთი საშე ქვია მაგას ტომსიკას. აი ასე, ამას ყველას ახლა დავარჩევ რა თქმა უნდა და მოვჭრი ნელ-ნელა კიდე და მოვაგროვებ. მთელი წელი გვაქვს ხოლმე სალაროშიც გვიდევს, მაღაზიაშიც გვიდევს და ბევრს მიაქვს უცხოელებსაც და ქართველებსაც. თითქმის არავინ არ დარჩება, ვინც თითო 2 წელს არ გაიყოლებს. ახლა არის ამისი გაშრობის სეზონი და რადგან მზემ გამოანათა, ჩვენც ვეშურებით.
მე მგონი რომ კარგი პროდუქტია, ამაზე კაი რა უნდა იყოს, სურნელოვანი. და სასარგებლო მშვიდი ძილისთვის, როგორც ამბობენ ფრანგები, საფრანგეთშია ლავანდის დიდი კულტურა. იცოცხლეთ თქვენი ჭირიმე, იცოცხლეთ. თუ არ გაჩერდები, საქმე სულაა და თუ გაჩერდები აქ რომ ეხა ტყილა გაჩერდე, გიჟი უნდა იყო. აი ეს. საფრანგეთში მთელი პლანტაციები აქვთ. ძალიან იყენებენ ფრანგები პარფიუმერიაში, ძალიან. აი ესე კვირტებსაც არ დავკარგავ, ნახე, ყველას გავაშრობ. აი ამას ეს ძალიან კარგია ჭყინტები, აი. ამას არც ერთს არ დავკარგავ, ყველა ნაკუთს გავაშრობ. ჩვენი ბაღის ლავანდებს. ზურაც თუ კი სადმე გადაჭრის ეზოებში, სადაც წაქცეულია უკვე სუფთა ადგილას კოჯორში უფრო მოგვიანებით არის ხოლმე, წავკისიდან შეიძლება ჩამოიტანოს. საგურამოდან, უხრანშია კიდე ჩვენი ახლობლის ეზო, შეიძლება იქიდანაც ჩამოიტანოს, თუ კი მოჭარბებულად ექნება ვინმეს. სულ ყველას გავაშრობ. ლანგრებზე ვაწყობ ამას. ასე ჭრდილში ვაშრობ. არც ერთს არ დავკარგავ, ერთ თავ-თავს არ დავკარგავ. ხომ მითხრა მე აჭარელმა მეგობრებმა. ქვას წურავ ზურაბო და რძეს ადენო, ასე მითხრა. ვის რა წავართვი? ის ვისი რა საქმეა? არა. ეხარბება სხვათა შორის. თუ გახარბება, გააქანე შენს ხელი, ლავანდის გახარებას და დარგვას და გაშრობას რა უნდა. შენც ქენი, შენც გააკეთე. მე თუ გამომდის, შენ რატო არ გამოგივა? რა ფილოსოფია ესაა ახლა? შური, რა შესაშურია ახლა ეს? ქენი შენც და ლოცულო დაჯექი ჭრილში და დაპუტე და გააკეთე. შენი სამყოფი მაინც ქენი. ლავანდა რაღა შესაშურებელია. კბარა მე მგონი. ასე შეიძლება ნახე. გამოაძრო ეს, დაშლილია უკვე დაჭრაც აღარ დაჭირდება, აი. სულ წებავს ხელებს, ზეთია, ეთერზეთია. აი, ასეც კაია. შვენიერია, ღერო აღარ შეყვება. ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა მაიამ გააკეთა ეს ლავანდის ეტიკეტები და ყველაფერი, აი, არა მარტო ლავანდის, მაგრამ ამ შემთხვევაში ლავანდის. ძალიან ნიჭიერად და ძალიან გემოვნებიანად. ოქროს გოგოა და მიყვარხარ ჩემო მაია. ასე ლამაზად, ასე მოხერხებულად და მოხდენილად სხვა მაგას ვერ იზამთ.